საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ, რა შეფასებას აძლევენ ქუთაისში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. Დღევანდელი გადაცემის სტუმარი ცნობილი ქუთაისელი ფიზიკოსი, მუსიკოსი და ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კოტე ჭარხალაშვილი გახლავთ. ბატონო კოტე, საღამომშვიდობის, მადლობა რომ მოგზანდით და ჩვენი სტუმარი ხართ. მადლობთ მოწვევისათვის. მე არ მინახი ხართ თქვენ ახალ წელს, გილოცავთ ძველი ახალ წელს, შობას, ბედობას, საუკეთესო დაგვედებოდეთ ყოველთვის. ბატონო კოტე, გუშინ იყო საყოველთაო გაფიცვა, გამაფრთხილებელი გაფიცვა და რამდენადაც მე ვიცი, ფოტოების მოვკარი თვალი თქვენ ცხებულობდით მონაწილეობას. რა მიზანი ჰქონდა ამ გაფიცვას? გაფიცვა ეს უკიდურესი ფორმაა, გააფრთხილო მთავრობა, რომ ის რაღაცას ვერ აკეთებს ისე, როგორც უნდა აკეთებდეს. გააფრთხილო ყველა, ვინც მოიაზრება მთავრობაში, გააფრთხილო ყველა, ვინც პარლამენტში ზის. ესე იგი ადამიანები, რომლებიც დღეს სათავეში არიან ქვეყნის. იმდენი რამ დაგროვდა უკვე ამ 12 წლის განმავლობაში წარმოუდგენლად ბევრი. მე ამას შეცდომას ვერ დავარქვე, ვიცით? მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის მიზანმიმართული დანაშაულებების წყება. ეხლა გონებაში არ მშორდება გელათი. და გელათში განვითარებული მოვლენები. ძალიან ბევრი რამ გარდა გელათისა. საქმე ის არის, რომ ძალიან კარგად ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, ვიცი სახელმწიფო მშენებლობის საფუძვლები და რა მაძლევს ამის საშუალებას. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება სულ სახელმწიფო სამსახურში ვიყავი. თანაც უბრალოდ სამსახურში კი არა, იქ სადაც ხელმძღვანელობენ ამან თუ იმ მიმართულებას და აქვს იდეოლოგიას. და კარგად მესმის რომელი ფორმაციის დროს რა საკითხი იდგა წინა პლანზე. რა უნდა ყოფილიყო წინა პლანზე და არ იდგა წინა პლანზე. რით ჩამოვრჩით, რატომ ჩამოვრჩით და ყოველთვის ვეძებდით გზას, რომ როგორმე არათუ გამოგესწორებია საკითხი, არამედ მივეცა ბიძგი მიმართულებებისათვის წავსულიყავით წინ. ბევრი რამ შემიძლია მოგიყვეთ, ჩემი ცოტა ახალგაზრდა წლებიდან, როდესაც ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს ხელმძღვანელობდით ქუთაისში. სექტორიც კი გქონდა. ჩვენ მაშინ თავი მოუყარეთ ქუთაისში მოქმედი სამეცნიერო დაწესებულებების სპეციალისტებს, მეცნიერებს. ამის მიზანი იყო ერთი რამ, როგორმე მოხდარიყო კონსოლიდაცია ამ ხალხის ერთი ან რამოდენიმე პრობლემის გადაწყვეტისათვის. ეს და ძირითადად ეს პრობლემა იყო საგანმანათლებლო პრობლემა. და ჩვენ მაშინ არ გვაკმაყოფილებდა ოღონდ შეფარულად მაშინდელი პოლიტიკური სიტუაცია. ხა რა მაქვს ხედელობაში ის რომ კომუნისტური წყობა დღეს ვხედავთ ჩვენ ამას, რაში დაცავა საქმე, მაშინ ძალიან კარგად გრძნობდით, რომ კომუნისტური წყობა და ზოგადად ქვეყნის მართვის კომუნისტური მეთოდები იყო დამამოხუჭებელი საზოგადოების განვითარებისათვის. მაშინ, როდესაც სხვაგან უკვე კომპიუტერებზე საუბრობდნენ, ჩვენთან ჯერ კომპიუტერი სიტყვა არავინ არ იცოდა. მაშინ, როდესაც სხვები უკვე დიზაინზე საუბრობდნენ, სიტყვა დიზაინი დღეს ჩვენთვის არის ჩვეულებრივი მოვლენა. მაშინ სიტყვა დიზაინიც კი არავინ არ იცოდა. და მე ვიყავი პირველი, ვინც გააკეთა დიზაინთა საერთაშორისო გამოფენა ქუთაისში. ეს იყო დიდი გამოფენა. ესე იგი, ვაკეთებდით ყველაფერს, რომ რაღაცა წამოგვეღო, რაღაც ამდაგვარი გაგვეკეთებია. ოღონდ გაგვეკეთებია, როგორ იცით, რომ მე ეს გამხდარიყო ტრადიციული. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სისტემური, სამწუხაროდ. და როგორც ნებისმიერი რამ, რაც სისტემური არ არის, ის მალე ინგრევა. მაგრამ როდესაც საქმეს აკეთებ და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობ, მას საერთოდ არ აზროვნებ მით უმეტეს მაშინ, რა თქმა უნდა, ეს საქმე ფუჭდება. რბილად რო ვთქვა. ეხლა ჩვენ საქმის გაფუჭებაზე კი არა გვაქვს საქმე. ჩვენ სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხზე ვართ უკვე მიმდგარი. როდესაც შენი უხიაგი yani არანორმალურად გადაგვარებული ხასიათის თუ რაღაც პოლიტიკური თუ მზაკრული წესების გამო არ გინდა სახელმწიფო სყავდეს მეგობრები. დედამიწა არის ერთი საერთო სახლი და ამ დედამიწაზე
ვინც კი ცხოვრობს ადამიანი და სახელმწიფოები ყველანი ცდილობენ იყვნენ ერთმანეთთან ახლოს და საერთო პრობლემები ერთად გადაწყვეტონ. კი ბატონო, ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და ვართ იზოლაციაში. აი დღეს მაგალითად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს. ეს შედეგის დასაწყისი, აი შედეგი აწი რაც იქნება, ეს იქნება საშინელება. მე ამას ძალიან კარგად ვხედავ, იმიტომ რომ არაერთხელ გამოვიარეთ ჩვენ ეს. ჩემი ცხოვრება ზუსტად ამით არის საინტერესო, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ და როდესაც მე ვლაპარაკობ რომ ხალხო ამისათვის საჭიროა ეს და დამცინის ვიღაცა ეს რაღაცა დაბერდა უკეო და აგიო ძველი კომუნისტია ძველი კომუნისტი რო ვარ მითო ვლაპარაკობ გამოცდილება მაქვს უმწარესი და ძალიან კარგად ვიცი რატო დაიმსხვრა ერთხელ სახელმწიფო დაიმსხვრა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით რატო დაიმსხვრა ჩემი სახელმწიფო მეორედ დაიმსხვრა ბოლომდე რატომ დაიმსხვრა მესამედაც დაიმსხვრა და მეოთხედ უნდა ძალიან რომ ის მეოთხედ რაც შეიქმნა საფუძველი ისიც დაამსხვრიონ ესე ყველაფერი რაც გაკეთდა თქვენს რომ ეს არის მოგონილი ეს არ არის სწორი კაცო თქვენ ახლა გჯერათ რომ საქართველოს იარაღის წარმოება შეძლებს აი ესეთი და ხალხი უყურებს აბარაკას ქართველების საქმე რა არის წარმოება შეძლებს რა ქართველების საქმე წარმოება არა რა უნდა ქუთაისში წარმოებას და მრეწველობას და ადამიანები გახდნენ მოწყვლადი არიან მოწყვლადი ნებისმიერი პირველკლასელი აფერისტის მიმართ ის დაპირდება ჩემ ხალხს ჯერა რომ 5 კილო კარტოფილს თუ წაიღებს სახში და მაგათ ხმას მისცემს კარგად იქნება მისი ოჯახი. ამ დროს იმაზე არ ფიქრობს, რომ მისი ოჯახი კი არა, მთელი ქვეყანა მიდის მოუსავლეთში. ეს სახელმწიფო უკვე აღარ არის. მე ყველაზე მეტად, როდესაც საუბრობ, რაიმეს ვლაპარაკობ, ოპოზიციაზე და არ არის ამაზე საუბარი. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აბსოლუტურად არ აზროვნებენ არ აზროვნებენ. და მაინც ბატონკოტე უნდა გკითხოთ ოპოზიცია პოზიციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ხო კარგად გახსოვთ, დღესდღეობით ოპოზიციონერია და მასზე მოხდა თავდასხმა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ? იცით რა, ძალიან მიჭირს ესეთი ფაქტის შეფასება საერთოდ. პირველი მიჭირს იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის პარლამენტის წევრი, დეპუტატი, საქართველოსია საუბარი. ჩემთვის საქართველო არის მთელი მსოფლიო. მისი დეპუტატი ხელდახელ უცენზურო სიტყვებით ხელდახელ ცემს თავის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. მეორე თუ 2 თუ 3 დეპუტატი ხელდახელ სხვა ქვეყანაში ცემს ვიღაცა ადამიანს ახალგაზრდას, რომელმაც გაბედა და რაღაცა ცუდი უთხრა რუსი და მონა დაუძახა. მონა დაუძახა, რუსი დაუძახა და მოკლედ და ეს 3 დეპუტატი ჩასვეს ციხეში. ეხლა მე გეკითხებით, ვინც მისმეს და ცოტა ვისაც გონება კიდე შემორჩა. როგორ აფასებენ ისინი საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლობას სხვა ქვეყანაში? ჩვენ ხო აბსოლუტურად ამის წინ ვიყავით მე თქვენთან და მაშინ თქვი რომ საქართველოს აღმოჩნდება აი ესეთ იზოლირებულ კედლებში, საიდანაც გამოსავალი უკვე აღარ არის. დამთავრდა უკვე ყველა საზღვარი, ყველაფერი ჩაკეტილია. ჩვენ ვართ 4 აი კუბიკში, აი კუბში ვართ. სადაც უკვე ვერაფერს ვეღარ ხედავ, არც არავინ შემოდის, არც არავინ გადის. და ვართ მივსრიალებთ ჯერ კიდევ პატარა ინერცია რაც აქვს სახელმწიფოს დარჩენილი. მე ჩემ ხალხს მინდა მივმართ. ვინც მისმენს, ვინც არ მისმენს, რანაირი სახელმწიფო გვინდა? საერთოდ გვინდა სახელმწიფო თუ ვიღაცის ბოსტანი გვინდა ან საქათმე, როცა ნებისმიერ ქათამს მოკიდებს ხელს და წააცლის თავს. და მე დაგარწმუნებს რომ ეს ქათამი ჩემია კაცო. რასაც მინდა იმას უზა. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ვართ სულ. დღეს სახელმწიფო ეს არის კოლაფსი. მე ძალიან არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება. დეფოლტიც ვიცით კარგად რა არის. ეს ყველაფერი არის ერთად. დეფოლტიც, კოლაფსიც,
აბსოლუტური გაურგებრობა, გაურკვევლობა, ხვალინდელი დღის დაუნახაობა, შეუფასებლობა. აქედან იწყება ის, რასაც სახელმწიფოს მსხვერპლება ქვია. გამოსავალს თუ ხედავთ რაიმეში და თუ დარჩა ვთქვათ შერიგების რესურსი. დღეს მაგალითად ერთ-ერთმა დეპუტატმა ინგლისში დააყენა საკითხი, რომ ივანიშვილს დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესოს სანქციები. ამ ყველაფრის ფონზე თუ დარჩა გზა შერიგებისკენ, ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმის. ბატონებო, მე მინდა გითხრათ კიდე ერთხელ უბრალოდ დედამიწა აღარ არის უკვე რაღაცა ცალკეული სახელმწიფოების რაღაც ცალკე სახლი. დედამიწა არის საერთო სახლი. ყველასთვის მომწონს არ მომწონს. საერთო სახლია. თუ გვინდა ამ დედამიწაზე ცხოვრება, უნდა შევქმნათ წესი ცხოვრების, როდესაც ჩვენ ყველანი ჩვენი სამეგობრო, ჩვენ სტრატეგიული სამეგობრო ცხოვრობთ ერთი წესით, როდესაც არ უნდა იომო, სხვას არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი თავის გამოხატულებებში. თუ შენ ამას არ ღვევ, შენ უკვე გარიყული ხარ. ჩვენ დღეს დავარღვევთ ყველაფერს გადავსდით, ყველა ზღვარს. ყველამ გაგვირიყა. ყველა ნორმალურმა ადამიანმა სახელმწიფომ გაგვრიყა და გვითხრა თქვენ ამ საქმისთვის არ ვარ გიხართ ღირსებით ევროპაში რა ღირსებაზე მელაპარაკები ტუალეტი ვერ გავაკეთებია ქუთაისში და საქართველოში პროგრამა ვერ დავამუშავებია გაკეთებამდე პროგრამა ვერ დავამუშავებია რეგულაცია ვერ გავაკეთებია როგორი უნდა იყოს მოსასვენებელი ოთახი ხედვაც კი არ არსებობს ამის მე აღარ ვლაპარაკობ სოფლის მეურნეობაზე მე სოფელი მაქვს და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება სოფელში. ინჟინერი კაცი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ეკონომიკა. ეკონომიკა ბატონებო, ესე თავისით არ მოდის. დღეს ვკითხულობდი შიმონ პერესის მოგონებებს. სხვებსაც სხვათაშორის ძალიან ბევრმა წაიკითხა ეს და არა ერთხელ. როგორ შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო? მე არ მოყვები ახლა ამ ძირითად პოსტულატებს. უბრალოდ უნდა იცოდე რა გინდა, რატო გაჩნდი ამ ქვეყანაზე. რას ელოდები შენ ამ ცხოვრებიდან და რა გინდა რომ ისცე. საზოგადოებას რისი გაკეთება გინდა, როგორ უნდა გააკეთო და რა არის ამისათვის საჭირო. ამაზე ფიქრია, ადამიანი ფიქრისთვის შექმნა განგება. ჩვენ არ ვფიქრობთ. ყველას უნდა რომ მე ვიფიქრო იმაზე, ვინც ახლა სათავეში არის და რასაც უნდა იმას აკეთებს. ვერ ვიფიქრებ მე იმ კაცზე. შორსაა ეს და მისი იდეოლოგია და მისი ცხოვრების წესი ჩემგან. მე ვარ ადამიანი, რომელიც შრომობს. მე უნდა ვიშრომო, ესე იგი უნდა ვიაზროვნო, ისე ვერ ვიშრომებ. ამის საშუალებას არავინ არ მაძლევს. ბატონო, აუცილებლად უნდა გკითხოთ ორივე მხარე აკეთებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აი ვთქვათ, პროევროპული ძალა ამბობს, რომ ძალიან აჭარბებენ ქართული ოცნების მხრიდან და ისინი აღვივებენ სიძულვილს. ქართული ოცნებაც იგივეს აცხადებს, რომ აი ოპოზიცია თესავს სიძულვილს. ერთი თვალის გადავლებით, ერთი შეხედვით, როგორ ჩანს ეს? მე გეტყვით, როგორ ჩანს ეს. ვინ აღვივებს სიძულვილს? ადამიანებს სჭირდებათ იმისათვის, რომ მხოლოდ მას უყურო, სხვისკენ არ გაიხედა. ჩვენ ერთხელ გქონდა საუბარი, კი, მაგრამ ვინ უნდა ევირჩიო, აპა? ესენი თუ არ იქნებიან, სხვა ვინ უნდა ევირჩიო? ხარიბაშვილი თუ არ იქნება, სხვა მე ვერ წარმომიდგენია პრემიერ-მინისტრად. ადი ადამიანის სუსტი ხასიათი. მას ლანძღავენ სხვას. საბჭოთა კავშირი მეტი კი არაფერი, მე რატო ვლაპარაკობ ასე ხმამაღლა? საბჭოთა კავშირის დროს აგინებდნენ ამერიკას, რომ იქეთ არავის გაეხედა კაცო. თორე იქეთ რო გავიხედავდით, მე ეს უკვე არავის აღარ დაჭირდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო დრომოჭმული რაღაცა საზიზრობა, ვერაფერს რო ვერ ქმნიდა სახელმწიფო, მილიარდები ჩადიოდა ტრილიონები სარაკეტო სისტემაში და დამთავრდა ყველაფერი, მანქანა ვერ გამოუშვეს წესიერი, სარეცხი მანქანა ვერ გამოუშვეს წესიერი. ვერაფერი წესიერი ვერ შექმნეს, რაც შექმნეს ისიც დაიმსხვრა. ამიტომ უნდა აგინოს სხვას, რომ მეორესკენ არ გაიხედოს ადამიანმა და მე მეტყავ თქვი, რომ ჩემი საზოგადოება არის მოწყვლადი. ამ სიტყვის მნიშვნელობა თქვენ ძალიან კარგად იცით.
ის უსმენს აფერისტს, რომელიც ეუბნება, რომ არა, კაცო, ჩვენ მაგის გამკეთებლები არა ვართ. არა ვართ ჩვენ მაგის გამკეთებლები. აი ეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხო ააშენეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მე გადაარქვეს და დაარქვეს საერთაშორისო, თუმცა საერთაშორისო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნოლოგიური. რას ნიშნავს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი? რატო თქვეს უარი? მე ისევ შიმონ პერეს და ებრაელ ხალხს უბრუნდები ხშირად ძალიან. ადამიანებმა ცარელ ადგილზე შექმნეს შესანიშნავი სახელმწიფო. შექმნეს უძლიერესი ეკონომიკა. შექმნეს უძლიერესი შეიარაღება და ყველაფერი ისე რომ ეს პატარა 5 მილიონიც არ არის მოსახლეობა და საქართველოს ტერიტორიულად უფრო პატარაა. ვაგლახად ხელს ვერავინ კიდებს. ეს არის ისრაელი. ჩვენ მოვაღეთ კარები და ვისაც უხარია, არ უხარია, ყველა შემოდის. სამაგიეროდ ხალხი გადის გარეთ. ეს არის შედეგი. ეხლა მოდით და ვისაუბროთ, ეხლა ვინ უფრო ტყუის? ტყუის ის, ვინც სათავეშია. ეს ყოველთვის იცოდეთ, რომ ეს ასია. ის, ვინც ვერ ალაგებს მოსახლეობასთან ურთიერთობას, ეს არის მთავრობა. და ის, ვისაც მთავრობა მოწონს, ის არის დროში და სივრცეში დაკარგული ადამიანი. აი პასუხისმგებლობა ვისეკისრება მდინარე მოვლენებზე. მხოლოდ მთავრობას, რომელიც ქმნის და უნდა ქმნიდეს ამიდს ქვეყანაში. როცა ვამბობ ამიდს, მე მხედველობაში მაქვს ყველა მიმართულებით ამიდი. განათლებიდან მოწყებული, დასუფთავებით დამთავრებული. ამიდს უნდა ქმნიდეს მთავრობა. ვინც არის სათავეში, ისეთია სახელმწიფო დღეს. ამიტომ ვართ ჩვენ ასეთი მოწყვლადები. და მეორე ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ვარგა მთავრობა, მაგრამ არ მიდის. არა, მე ყველაზე ძლიერი ვარ. ყველაზე აბსოლუტურად ჩვენ გავუსწარით თურმე ამერიკას, გერმანია, საფრანგეთი კვდევაში იმშილით, კაცო, ევროპა იშლება, კაცო. ამ ხალხს ჯერა ამ სისულელეების. აი, ამაშია სწორედ პრობლემა. ჩემი ხალხის მოწყვლადობაშია პრობლემა, როცა მას სჯერა სისულელის. მე ეს ძალიან მტკენს გულს. მე გენიოსი არ ყოფილი ვარ არასოდეს, არცა ვარ და ვერც ვიქნები ვერასოდეს, იმიტომ რომ ვცდილობ როგორმე ვიყო პრაგმატული. პრაგმატული აზროვნების ადამიანი კიდე ძალიან კარგად ხედავს, რომ დღეს ჩემი ბაზარი გაჯერებული არის იმ სახელმწიფოს პროდუქციით, რომელიც ჩემი მტერია და 20% აქვს ჩემი ტერიტორიის დაკავებული და ყოველ დღე მისგან ვიღებ საოცრად დიდ დარტყმებს. ბატონო, როგორც პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, როგორ ფიქრობთ, ციხიდან იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებზე დააკავეს, გამოუშვებენ? იძულებული იქნებიან და მე დააბრალებენ რაღაცას, ფანტომს. იმიტომ იქნებიან იძულებული, რომ ქართველებს ერთხელაც თქვი მე თქვენთან, მაგათმა ქართველები, ხო ქართველები არიან, მაგათმა ქართველები არ იციან ქართველები და როცა მიხვდებიან რა არის ქართველი, მე იქნება ძალიან გვიან. ამიტომ ეს სისულელეები, ამას მეუძახი სისულელეს. სტაცო ხელი შეაგდო ციხეში 10-12 წელი მიუსაჯო ადამიანს იმის გამო, რომ პოლიციელმა რაღაც სისულელე უთხრა, გააკეთათ, წამოაგო ანკესზე და ხელი არც გაურტყია ემბავშს ხელი პოლიციისთვის, უბრალოდ ვეღარ მოითხოვნა იმდენად თავხედები არიან ესენი, გათავხედებულები არიან. ეს უნდა დამთავრდეს. მე შეიძლება შევიკავო თავი. მეც გამიჭირდება ძალიან. მაგრამ როცა ვლაპარაკობ ქართველებს, ფრთხილად იყავით ქართველებთან. მე ჩემი ქართველები პასუხისმგებლობაში. აი ეს ვინც აქ ცხოვრობს ზოგადად ჩემ ტერიტორიაზე, ან არ ცხოვრობს აქ ჩემ ტერიტორიაზე. ჩემ ტერს მიეცა გაბრაზებულ ქართველთან საქმე. მე უბრალოდ შემიძლია კეთილი სურვილით ურჩიო. ნუ გააბრაზებენ ამ ხალხს ბოლომდე, ნუ მიიყვანებენ სასოწარკვეთილებამდე. თორე რაც ბარიერს მოუვიდა მთავრობას, მოგონილი იქნება ამათ რომ მოუვათ ის. მაგრამ ამის გაგონება მაგათ არ უნდა. არა მე ბადაღებულ ტუალეტებში
მახსენდება სულ როცა ვთქვი რომ რისი 5 და 8 მილიონი ტურისტი ხალხი არა ხართ. ხალხი არა ხართ, ტუალეტები არ აქვს მოწესრიგებული და ხალხს ეპატიჟებთ. ის რაც შეიძლება ერთ წელიწადში კი არა 3-4 თვეში მოაწესრიგო და დააყენო ფეხზე ერთი მიმართულება რაღაცა მომსახურების, რისიც არ შეგწხვება. არა და მე მწხვენია, იმიტომ რომ ყოველ დღე სტუმარი რომ ყავს, ჩემი წუხილი იწება ტუალეტით და მთავრდება ტუალეტით. აი ეს სულ ხშირად ვიხსენებ ამას. და არა მარტო, რაჭაში მყავდა აყვანელი ახალგაზრდები, ცოლ-ქმარი, არაბები, სხვათა შორის ძალიან განათლებული ხალხი. დავათვალიერებენ ნიკორ წმინდა და ახტაცებულები იყვნენ. მუსულმანი ხალხი, მაგრამ ახტაცება ვერ დაფარეს. მერე ტუალეტი დაჭირდა იმას და ვიცი რომ არ არის. და რომ გამოვიდნენ ის რაღაც უბედურებიდან, წყალი ვიყიდე. მოედანზე წყალი იყიდება და საპონი ვიყიდე და მინდორზე დავაბანიე ხელი. რომელ სახელმწიფოზე მელაპარაკებით თუ უმეტი გწამს? რომელ მთავრობაზე მელაპარაკებით თუ უმეტი გწამს? ადგილობრივ მთავრობა ასეთი მცნება არ არსებობს. ქუთაისში არის ტუალეტი. რამდენი წელია ხო სირცხვილია ამაზე ვლაპარაკობ ამ ხელაკაცი. სხვა რაზე უნდა ილაპარაკო, როცა ელემენტარული საკითხია. წყალს მიაქვს ყველაფერი. ერთი წვეთი არ ჩადის სანიაღვრეში. რატო არ ჩადის წყალი სანიაღვრეში ამიხსნას ვინმე ვინც ის ქუჩები დააგო? რატო არის ქვები ამოყრილი მაშინვე? როგორც კი დააგეს, რატო არის ჩავარდნილი მაშინვე, როგორც კი დააგეს. რატომ გაგრძელდა ამდენი ხნის მანძილზე ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია? შიმონ პერესი, ჩემთვის აი ეს ხალხი, ვინც ისრაელის პრეზიდენტები, ვინც იყო, ჩემთვის ეს არის სიბრძნე. ამ ადამიანებმა იციან რას ნიშნავს სიტყვა სტრატეგიული. ერთი თითი დააკარე რამეს, ის რაც იმათთვის სტრატეგიულია. ის თითების გარეშე დარჩება. ქუთაისში ვინმე მიცის, რომელი ადგილია სტრატეგიული დღეს ქალაქის ხვალინდელი დღისთვის და რომელი არა? ისეთი ადგილებია ქუთაისში გაყიდული, რომელიც ქალაქს ჩაკლავს ბოლომდე. როდესაც ეს ამხელა მანქანების კოლაფსია უკვე ვერაფერს ჯერ ვერ აკეთებენ და ის ვაშენდება. მე დამთავრდა უკვე პერსპექტივას კარგავს ქალაქი. მიყავ ლაპარაკობ, რომ ქუთაისში არიან შესანიშნავი სპეციალისტები. უშესანიშნავი სპეციალისტები, რომელიც უნდა ამუშაო დღე და ღამე, რომ განსაზღვრონ ქალაქის ურბანიზაციის ხვალინდელი დღე. უნდა ამუშაო, რომ განსაზღვრონ მანქანების ნაკადის ზრდის პერსპექტივები ხვალ. ეხლა რიცხვაზე გავატარე მანქანა, მაპატიეთ ეხლა მოყვა ამ საუბარს. ესეც საინტერესოა სხვათა შორის, ყოფითია. ადრე იყო ესე CO-ს, რა თქმა უნდა, გამონაბოლქს ყოველთვის ზომავდნენ. ეხლა აი ეს გამონაბოლქის მაჩვენებელი დაიწია დაბლა. ეხლა უნდა იყოს 0.3 თუ 0.4-ის დაახლოებით. არ არის ეგრე, რატო არ არის ეგრე? ჯერეთი მანქანების გამომართავობა ეს ცალკე საკითხია. საწვავი ნორმალურია. ისაც გამოყოფს გამონაბოლქს, აი ის საწვავი არის სტანდარტებს ასუხობს მე რო ყიდულო. ჰაერი რომელთაც მე ვსუნთქავ და ესე მომრალდა ამდენი ავადმყოფობა, გაგიჟებულები არიან საფრანგეთში და თურქეთში ამდენი კიბოთი დაავადებული. არც ერთი სახელმწიფოდან არ ჩამოდის საქართველოს გარდა? გეკითხებით მე თქვენ, ვინმე ამაზე ფიქრობს? პურის ხარისხი მოგწონთ? აბა ამიხსენეთ რა თმინდა ეს მთავრობა მე. რა თმინდა მე ეს მთავრობა? როცა წამალს ვერ შოულობ ადამიანი ის რომელიც შენ გჭირდება და თუ იშოვე არის ძალიან ძვირი. სახელმწიფო რა არის? დანარჩენი იაფია? ბატონო რაიმე? ამ პროდუქტი? არაფერი. ხელფასების ოდენობა მისაღებია? ეს სამარცხვინოა. პედაგოგის ხელფასი, ნებისმიერ ხელმძღვანელს. პენსია საერთოდ არის, რა გითხრათ ეხლა,
ადრე იყო ესეთი გამონათქვამი, ფორმალური სიტყვა და ამას რო იტყოდნენ, უკვე თვალები ქონდა დაკაჩული, ესე იგი ეს არის დანაშაული. ფორმალობა უკვე დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე. ეხლა ფორმალობაც არ არის. და ეს ჩემი ხალხი რა მოწამლა ასე, მე ყველაზე მეტად აი ეს მტკენს გულს, როცა სიმართლეს ეუბნები, რომ ჯო არ არის ეს ასე. არ უნდა იყოს მაინც ასე. შენ რო კაცო ძველი კომუნისტი, ძველი აფერს, აი ყველაფერი ეხლა ჩემი გამოსვლები არის იმაზე Facebook-ზე და მეცნიერება კი არა, სატირალია უბრალოდ, თორსა ადამიანებს არ უნდათ გაიგონონ რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. მათ ტყუილში ცხოვრება ასწავლეს და დღესაც ასწავლიან ტყუილში ცხოვრებას. იყავი კმაყოფილი. იქეთ არ გეთანხმებით არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ იცხოვრონ ტყუილში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოტე, მობრძანდით, დაგვითმეთ თქვენი დრო, გვესაუბრეთ ძალიან საინტერესოდ. მადლობა ვუხდი მაყურებელს, რომელმაც გვიყურა და მოგვისმინა. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20-სა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.